გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში მინდა შევეხო სამუშაო უფლებას კანადაში. არსებობს ორი ტიპის სამუშაო უფლება, ეს არის open work permit პირველი, ანუ გახსნილი სამუშაო უფლება, რაც მე მაქვს. ნებისმიერ სამსახურში შემიძლია დავიწყო ამ open work permit-ის საფუძველზე მუშაობა. შემიძლია კანადის პრემიერ-მინისტრი გავხდე თუ ამერჩევენ. ოღონდ პატარა პრობლემა არის, მცირე ვადა აქვს, 4 წლიანი ვადა აქვს ამ საფუძს, მეტი, ჩემსას ყოველ შემთხვევაში. მეორე არის LMAI, ესე ქვია, დახურული სამუშაო უფლება. მაგალითისთვის თქვენ ეძებთ კომპანიას საქართველოში და პოულობთ კანადურ რაღაც კომპანიას, გაივლით ინტერვიუს, მოკლედ მოეწონებით დამქირავებელს, გიგზავნით სამუშაო უფლებას და მოწოვას, რომ ჩამოხვიდეთ კანადაში, ერთი პირობით. მხოლოდ უფლება გექნებათ მარტო მაგ კომპანიაზე იმუშაოთ. რომ წამოხვიდეთ მაგ კომპანიიდან სამუშაო სხვაგან ვერ დაიწყებთ, იმიტომ რომ დახურული გაქვთ რა ვიზა. მხოლოდ იმ კომპანიაზე გექნებათ მუშაობის უფლება, რომელმაც გამოგიგზავნათ ეს LMAI. ეს ორი ძირითადი სამუშაო უფლებები არის კანადაში. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ. გამოიწერეთ ჩემი არხი უფრო მეტი ინფორმაციისთვის. კარგად.